თუ ქართულოსნებას აღზევ ხმას რა არჩევანი გაქვს ეხლა ჩვენ არ პირდებით რა 5000 ლარიან პენსიას მაგრამ პირდებით რომ რაც შეიძლება მე თავისუფლებას მოგანიჭებთ ვესტებით რომ სწრაფად გამდიდრდეთ ნაკლებად ჩავეროთ თქვენ ცხოვრებაში კი ბატონო რომ წესერი სასამართლო გქონდეს რომ კონფლიქტები რო წამოიჭრება ჩვენ შორის სისტემის იმედად კი არ იყოთ არამედ თქვენივე არჩეული მოსამართლესთან მიდიოდეთ ან თქვენივე არჩეული პოლიციის უფროსთან მიდიოდეთ თუ ვიღაცას თქვენს ირგვლივ რაღაც სიღარიბის პრობლემა აქვს და იმაზე კი არ იყო ჩამოკიდებული მთავრობაზე რომ სოციალური დახმარება მიიღოს უპირობოდ ყოველთვე იღებდეს მაგალითად 500 ლარს და არავის არ იყოს დამოკიდებული რომ თუ ბიზნეს დაიწყებ დაბალი გადასახადები გექნება და ნაკლები რეგულაციები და სწრაფად გამდიდრდებით საკუთრება რომელიც ოხრად ყრია ჩვენ ქვეყანაში და არავისი არ არის რომ მთავრობა აკონტროლებს და ასეთია ჩვენ ქვეყნის 90% თქვენ დაგირიგებთ პროპორციულად ყველას თქვენი პასუხისმგებლობა უნდა იყოს თქვენი ცხოვრება და არავის მეტი თქვენ თავზე კარგად არც ერთმა ჩინოვნიკმა არ იცის თქვენ ცხოვრებაში გადაწყვეტილებები როგორ მიიღო და მარტო მაშინ ჩავერევით თქვენ ცხოვრებაში მარტო მაშინ როდესაც სხვაზე ფიზიკურად იძალათებთ და ესე მიღწევა წესიერი საზოგადოებები ნებისმიერი ქვეყანა რომელიც მოგწონთ და აი გაქცევა გინდათ შვეიცარია ამერიკა ამ შემდეგ ყველა უმეტესობა მათგანი მიაღწია იმ დონეს სწორედ იმის დამსახურებით რომ ადამიანებს ჰქონდათ რაღაცის კეთების შესაძლებლობა და არავინ ხელს მათ ამაში არ უშლიდა აი კონკრეტ მაგას გვირდებით ნაცვლად შიშისა რომელშიც ქოცები გაცხოვრებენ და ნაცვლად აქეთ ზიზღისა რომელშიც ნაცები გთავაზობენ იცხოვროთ